პირველად რომ მოვედით, ეს იყო სასახლის გახსნის მეორე დღე. ეს ოთახია, სადაც მე დავდიოდი პატარა ბიჭი რომ ვიყავ. აქ ვაკეთებდი თვითმფრინავებს. იმდროინდელ პიონერთა სასახლეს კარგად ახსოვს პატარა ბიჭი, დიდი ოცნებებით. ბიჭი, რომელიც სულ ამ შენობაში იყო და სწორედ აქედან დაიწყო მისი თავგადასავალიც. მიხეილ ცალქალამანიძე, ადამიანი, რომელმაც ხელოვნების არაერთ სფეროში საკუთარი განსაკუთრებული კვალი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დატოვა. თვითმფრინავზე რომ შემოვიდა, რომ დავინახე თვითმფრინავებს აკეთებენ. მე უკვე გასვლა აღარ მინდოდა აქედან. ესე იგი, ჩვენ აქ ვიჯექით, როგორ შეჯიბრებისთვის რომ ემზადებოდით, დავდიოდით შეჯიბრები, ესე იგი, შეჯიბრები იყო საქალაქო, რესპუბლიკური და მე მივდიოდით საკავშირო შეჯიბრებზე. ესე იგი, აქედან ვერ გვაგდებდნენ. ესე იგი, რომ გაგვაგდებდნენ, იქიდან ფანჯრიდან ძრებოდით და მთელი ღამე კიდევ მუშაობდით. თვითმფრინავების სიყვარულმა ეს ადგილი მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად აქცია. ბავშვობის უდიდესი დრო სწორედ ამ კედლებში გაატარა. თავადაც ფიქრობს, რომ ეს შენობა მისთვის მეორე სახლად პატარა ასაკშივე იქცა. მოვიარე ბევრი კაბინეტი. სადაც შევედი სასახლეში. ყველგან იყო ბრწყინვალე პედაგოგი. მერე იყო ჯარი. ჯარის შემდეგ დაბრუნდი სასახლეში, დავიწყე მუშაობა. ჯერ გემთმშენებლობელ ლაბორატორიაში, მერე როგორც იქნა, ესე იგი, გაიხსნა ის ფაკულტეტი სამხატვრო აკადემიაში, რომელიც მე მინდოდა და შევყავი ცხვირი სამხატვრო აკადემიაში, საღამო ფაკულტეტზე. და მაშინ უკვე დაიწყო, ეს იყო 63 წელი. აი 63 წლიდან დაიწყო ჩემი უკვე ხელოვნებისკენ გადახრა. ამ დღიდან დაიბადა ხელოვანი მიხეილ ცალქალამანიძე. ჭედურობა, ოქრომჭედლობა, მინანქარი, ძვლისა და ქვის მხატვრული დამუშავება. ეს მისი შემოქმედების მთავარი მიმართულებებია. ამ ისტორიულ შენობას წლების განმავლობაში ბევრჯერ შეეცვალა სახელი, თუმცა არასდროს შეცვლილა ხელოვანის დამოკიდებულება ამ სასახლის მიმართ. 68 წელია, რაც თავის გამოცდილებას, რჩევასა და დარიგებას, ახალ თაობას უზიარებს. ფიქრობს, რომ თავარი, რასაც ამ ოთახში მათ ასწავლის, ეს ადამიანობაა. ბავშვთან არ უნდა იყო ყაუდი, უნდა იყო ნაღდი. ამ შემთხვევაში ყველაფერი რიგზია. იმიტომ რომ ბავშვი ძალიან კარგად ცნობს, გრძნობს სიყვარულს. ვერ მოატყუილებ ბავშვს. პედაგოგი უნდა გრძნობდეს ბავშვს. უნდა გრძნობდეს მის დაინტერესებას. მშობელს მოყავს ბავშვი, გინდა თუ არა ხატვა ისწავლა. იმას ხატვას ვერ ვასწავლე, იმიტომ რომ იმას ხატვა არ უნდა. ამიტომ ბავშვი რომ მოყავთ ვეკითხები, რა გავაკეთოთ, რისი გაკეთება გინდა. ხოდა ბავშვი არის თქვა ჩაწერილი მენანქარზე. მაგრამ იმას ჩაქვჩი უნდა ხელში დაიკავოს და ვჭადოთ. დღემდე მუშაობს, იკვლევს ისტორიულ ფაქტებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე, ცდილობს ტრადიციული მეთოდები არ დაკარგოს და ფიქრობს, რომ შრომასა და საქმისადმი სიყვარულს შეუძლია შეუძლებელი გაგაკეთებინოს. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. არის მომენტები, როცა შენ წმდები იმაში, რომ შენ აი ამ საქმეში რაღაცას მიაღწია. ჩემს ეს ის არის, რომ ჩემმა ქვეყანამ აღიარა, რომ მე რაღაცას მივახცე. ესე იგი, რამდენად დიდია, რამდენად პატარა, ეს სხვა ამბავია. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მრავალი მიღწევით, სტატუსითა და უნიკალური ხელწერით. მიხეილ ცალქალამანიძე, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა.